მოგესალმებით. ეს არის თერაპიული ზღაპრების და იგავების არხი. მე ვარ ფსიქოთერაპევტი ნინო კანდელაკი. დღეს შემოგთავაზებთ ძალიან დასაფიქრებელ იგავს. ეს არის პორშა ნელსონის მიერ შედგენილი იგავი, რომელსაც ჰქვია ავტობიოგრაფია 5 მოკლე თავში. მოწონების შემთხვევაში გამოიწერეთ ჩვენი არხი, გააზიარეთ და დაგვიკომენტარეთ. ავტობიოგრაფია 5 მოკლე თავში. თავი პირველი. მე მივდივარ ქუჩაში. ტროტუარზე ღრმა ორმო მოსჩანს. მე მასში ვარდები. მე დაკარგული ვარ. თავს უმწეოდ ვგრძნობ, ეს ჩემი ბრალი არაა. საუკუნე მჭირდება, რომ თავი დავახციო. თავი მეორე. მე იმავე ქუჩაზე მივდივარ. ტროტუარზე ღრმა ორმოა. მე კი ისე ვიქცევი, თითქოს ამას ვერ ვამჩნევ. მე ისევ ვარდები. ვერაფრით ვიჯერებ, რომ იგივე ადგილას ვარ. მაგრამ ეს ჩემი ბრალი არაა. კვლავ ბევრი დრო მჭირდება, რომ აქედან ამოვიდე. თავი მესამე. მე იგივე ქუჩაზე მივდივარ. ტროტუარზე ღრმა ორმოა. მე მას ვხედავ. მე მაინც ვარდები ორმოში. ეს უკვე ჩვევაა. თვალები გახელილი მაქვს. მე ვხედავ, სადაც ვიმყოფები. ეს ჩემი პასუხისმგებლობაა. მე დაუყოვნებლივ ამოვდივარ. თავი მეოთხე. იმავე ქუჩაზე მივდივარ. ტროტუარზე ღრმა ორმოა. მე მას გვერდს ვუვლი. თავი მეხუთე. მე სხვა ქუჩით მივდივარ. მე ვირჩევ სხვა ქუჩას. ასეთი იყო ეს იგავი. და მინდა რომ ყველა დაფიქრდეთ, აი ჩვენ ეს 5 თავი რო წავიკითხეთ, თქვენ ცხოვრების ამ ეტაპზე, ეხლა რომელ თავს უფრო შეესაბამებით ამ წაკითხულიდან, ეხლა რა ეტაპზე ხართ? შესაძლოა უკვე მეხუთე ეტაპზე ხართ, ან მეორეზე, ან მესამეზე, ან მეოთხეზე, ან გადადიხართ მეოთხედან მეხუთეში, ან მესამედან მეოთხეში. ძალიან საინტერესოა ამ თემებზე დაფიქრება. მოგწერეთ თქვენი აზრი, გამოიწერეთ არხი და გააზიარეთ.